ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მამნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. ხელოვნური ინტელექტი შენმოქმედებაში. ტექსტი, ვიდეო, ფოტო, აუდიო. ერთი მოდულის ღირებულება მხოლოდ 19 ლარი. ჩვენ შევქმნით AI audience-ერი, ჩვენ შევქმნით AI news-ი, ჩვენ შევქმნით გაიდი online მედიის AI IA და ახლა ჩვენ შევქმნით კურსი თქვენთვის. ხელოვნური ინტელექტის შენმოქმედება. ეს ხმაც ჩვენ შევქმნით ხელოვნური ინტელექტით. ეს გამოსახულებაც და ახლა შეგვიძლია გასწავლოთ შენც. ტექსტის, ფოტოს, ვიდეოს, აუდიოს შენმოქმედება. სერტიფიცირებული კურსი ნათია კუპრაშვილთან, ნინა ხელაძესთან და JRC-ის გუნდთან ერთად. კობახიძე პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარეც გახდა უკვე მეორედ. საერთოდ სულ დააკვირდებით ოცნებაში მეორედ მოსვლა არც თუ ისე იშვიათობა. ვიღაცებს საამისოდ უმართლებთ. ვიღაცებს არც ისე, მაგალითად თორნიკე რიჟვაძეს, აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, პარტია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს ყოფილ წევრს და ის ოჯახში ერთადერთი ყოფილი არა, მამამისიც შსს-ს უკვე ყოფილი თანამშრომელია. არადა გგონიათ სხვაზე ნაკლებად ცდილობდა? ყველაზე მთავარი ბატონი ბიზნა გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, გაბედული და პატრიოტი ქართველი, ვისაც ოდესმე შევხედრი ვარ. როგორ გამოიყურება 30 აპრილს დამწვარი ეგრეთ წოდებული ბორჯომის ბაზრობა სადგურის მოედანზე? გიჩვენებთ კადრებს დამწვარი ტერიტორიიდან, სადაც ცოტა ხნის წინ 500-მდე ადამიანი ვაჭრობდა და ოჯახს არჩენდა. ხანძრიდან ერთი კვირის შემდეგ რამდენიმე მოვაჭრეს მიმდებარე ტერიტორიაზე შევხვდით. მათ მცირე დახლები აქვთ იქვე გამართული. როგორც ამბობენ, გარევაჭრობის ნება ზედამხედველებმა დართეს. საუბარი მომხდარზე თითქმის აღარავის სურს. არც იმ ადამიანებს, რომლებსაც ამჯერად გაუმართლათ, თუმცა ვაგზლის მოედანზე ვაჭრობისას უკვე ორ დიდ ხანძარს შეესწრნენ. ერთი ბავშვთა სამყაროს დაწვა, მეორე ბორჯომის ბაზრის. არც იმაზე სურთ საუბარი, რამდენად დაცულად გრძნობენ თავად თავს და არც იმაზე, თუ როდის იყო ადგილზე ბოლოდ შრომის ინსპექცია. ზუსტად არც მახსოვს იმ დებილობის ფონზე 7 საათი არ იქნებოდა. უნდა დამირეკა რომ ისაო სადახარო მითხედა, სადავარ მეუთხარი და სახში ვარ ჯერ მეთქი, ვისმევდი. და რას იცმევო, ჩქარა წამოდიო, ფული ხო არ დაგჩავ, იქ სულ მერჩებოდა ფული და ეს მკითხა პირველად. რატომ მეთქი და იწვისო თქვენი ბაზარი და მივაკივლე. ხო და ნუ კი ვიხარო, უკანა მხრიდან ეკიდებაო, ჯერო პატარა ცეცხლი არისო და ეგე მოუსწროო და წამოდიო. ნუ და ფული გაქვსო იმაში, ფული ხო არ დაგჩაო და მეთქა როგორ დამჩა ფული აქ მეთქი და ჩავიხედე სულკაში და ფული არის. მივაკივლე კიდე და რა გითხარია შენო და მე გაათიშა ტელეფონი. ეგრევე რო წამოსულიყავი ტაქსით იმის ფულიც არ გქონდა 2.30 თეთრი დავში ცარიელდარიელი ხო და დამეკრა და მე იმასკენი ჩავიცვი უცბად და წავედი მარშრუტასო გამოყვებეთქი პირველი ისით რომ მოდიოდა 7 საათიანს გამოვყევი ზუსტად იქიდან დიღმიდა 10 წუთის განმავლობაში აი რომ დამერეკა ჩემმა ძმა 10 წუთიც არ იყო გასული კარი არ გამიღია იმის ისე მითხრა რომ ჩლიანად მოედო ბაზარს ეს რა ნახევი ჭკვიდან იყო კასფერი არ შეიძლება ზავამ ოპერაცია გულის ოპერაცია დაბარატო ფლუშავებს გული და ფერი არ ქონდა მე უთხარი რომ ფოლი ისა დამშამეთქი ის ნერვიულა ისიც კიდე კინაღა მოვიდა კაცი მაგრამ მოვიდაო სახანძრო იდგაო და მე ისედაირად აცხადო წყალ დაპორი არ ქონდა აი ის რო დაეცხა ნორმალდა რომ იწუნა და ნახევარი საათი არ მოსულა ხანძარი
ისა პრიმედე და სახანძრო. კი. რაღაცა თვითონ შემოსაკედი მქონდა დარჩენილი იყო და იმას 100 ლარი მივეცი. ხო და იმას მაინც გამოიტან მეთქი, არაფრით არ შემიშვი. ბევრი შევიშვი და მე რატო არ შემიშვი, რა დაუჟავე ამ ხას არ ვიცი. ის მაინც გამომეტანა რომ სანდე რომ დავდგებოდი ჩუჩხელებს ყიდი და ის ჩუჩხელები გამეც მე შუაში ვდგევარ თითქმის. და მე მოდის ისინი ცოტა სინემო დახრძოვაჭრები ვარ და მე მაღაზიები იწყება. ელექტრო გაყიდულობა ყველაფერი ახალი გააკეთა ადმინისტრაცია. ერთ-ორჯერ გავიშლა ხაზარი, ერთხელ იმას გავიშლა და ის უცბად ჩააკლეს იქ მიჭერდა. ადგილზე ქალს ჩართული ქონდა ფეჭი. სივები აი ბოლოს რო იყოს სივები ფეჭი ქონდა ჩართული და იმას გავიშლა და ვერ მოაწეს და პლასტიკათით ქონდა ისა და ბიჭები გაიქცნენ იქ მაღაზიის ისინი. ხო და იმათმა ჩააქრეს ის ერთხელ და მეორეჯერ ისე მეორადებში გაჩნდა. იმ მესამე თუ მეოთხე დღეს იყო მაინც. ხალი დგას ბოლოში, ვენერაკვე იმ ხალბატონს და იმას წამოუღია საქონელი, აი რამაზი დგას, კიდე და პამიდორზე და აი პროდუქტი. და შეუტანია შიგნით, თავის ადგილამდე მისულა, ბოლოში დგას, სულ კაკრას მეორადები რო აი ზუსტად მეორადები რო იმ ადგილას ხარ. მისულა იქ და ეგრევე გამოვარდნა ხანძარი. მანა მაშინ არ ყოფილა რომ შეუტანია თავის აქ რო შედის ბოლოში და სულ ბოლოში. ხო გასვლა ძლივს მოვასწარიო, საქონელი ვერ გაიტანა. მეორადებიდან გამოვიდა ხანძარი თურმე და იქიდან იყო ისე. მე ასე მგონია რომ ეს ძალით არის დამწვარი. ვინც რა ამას ვერ დამაჯერებს, ვერავინ ახლა აბა უკან ეკიდებოდა და ამ სიგზე ბაზარზე ერთბაშად უცბად რომ მოეკიდა შულე ეს უკვე საერთო რაღაცაა. მე არ ამგონია რომ ეს თავისი დაიწვა. დედა გავემთხილებინე. ამოვყიდე გავემთხილებინეთ კაცო რა პრობლემა იყო ამოვყიდე ჩემს აღუნეს და წავიდე მოეცათ 1 2 3 4 თვე იქნებოდა მოეცა და გავიდოდი მე ხო ვიცოდი ეს რაც ეს ხელისუფლება მოვიდა იმის მერე სულ ხანძარია საბაჭრო ცენტრებში და ამას სულელი კიდე მიხვდება რა თუნდა უნდა აღვადგინოთ ერთ თვეში მაგრამ ერთ თვეში ამას ისინი ვერ გააკეთებენ ეხლა რაღაც ნუ გამინაწყდება ნუ რა ვინდა ახლა არჩევნები მოდის და ამას ისე გვეუბნებიან იმ არჩევნების ფონზე მე მგონი ასეა არ ვიცი მე არაფერს იმედი არ მაქვს მაგალითად მე კაშიკალაძეს გამოცულა მე არ მომისმენია იმასაც კიდე დახმარებებსაც გაუწევთ ახლა შეიძლება 4 წლიანი და არ ჩაურიცხოთ ხალხს მაგრამ დახმარებ ნახო და პირადი ანგარიში ზომრები ჩაგვაწერენ ყველაფერი პოლიციაში კიდე ვიყავით იქ დაკითხეს რამდენი იმაზე ვიდექით კვადრატზე რამდენი მქონდა დანაკარგი ყველაფერი მე იმის დანაკარგის გარდა მინაში ვიყავი ზემოთა ფეხი რომ მკვდა აღმართი იყო და ვერ დავდიოდი ვერ იმავსკრიდი და ამიტომ ჩემს მასანა ვარ ეხლა იქ იბერზე ჩემს მოსაწყო დროები და რა თქონდა იქ ტანსაცმელები ყველაფერი ლოგინი წუწლეულობა რა თქონდა ფინანსი ყველაფერი იქ დამეწა ყველაფერი მაგის გარდა იმდენი რაღაცები გამოვქეკე იმდენი რომ 6 კი არა შეიძლება მეც გადააჭარბოს ისე გულზე ვარ ავიც დადექითო და ვდგევართ აგერ ამ ტროტუარზე მაგრამ არაფერი არ აშვილა ავიღე 24 კილო ესა და აგერ მიდევ მთელი დღე ყიდი და რა არის აი ეს ავიღე 9 შამს ყიდი 5 წკიდე მოწოდილი ამაში რა რჩება მაგრამ შევაჩვენე რატომ იწვის ბაზრობები? პასუხი არ გვაქვს. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს. მაგალითად, დღემდე ოფიციალურად არ გავრცელებულა გამოძიების დასკვნა, რამ გამოიწვია ხანძარი ლილოს ბაზრობაზე, ბავშვთა სამყაროში ავტონაწილების ბაზრობაზე. მიუხედავად გაურკვეველი და გამოუძიებელი შემთხვევებისა, ადამიანები დღემდე სხვადასხვა მიზეზთა გამო კვლავაც თან ხვდებიან დაურეგულირებელ, მოუწესრიგებელ და სახიფათო გარემოში მუშაობას. ხშირად ეს ოჯახების ერთადერთი შემოსავალია. ზემოთ გადამწვარი ბაზრობების სიას 30 აპრილს ეგრეთ წოდებული ბორჯომის ბაზრობა შეემატა. დაზარალებული დაახლოებით 400-დან 500-მდე ადამიანია. რატომ არ იცვლება გარემო, რატომ იწვის ბაზრობები, რა როლი აქვს სახელმწიფოს და კერძო ბიზნესს? სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე გადაცემის სტუმარი. თამთა თქვენ იყავით ადგილზე, ასევე მეც გუში მაგალითად, ვიდრე ამ ინტერვიუს ჩავწერთ ერთი დღით ადრე. მდგომარეობა, ჩვენც რომ არ აღწეროთ, არის მართლა უკიდურესად მძიმე, გადამწვარია ძალიან დიდი ტერიტორია, თუმცა ამ ტერიტორიის გვერდით კვლავაც გრძელდება დაახლოებით იგივე ფორმის ვაჭრობა, იგივე ფორმის შენობებში. დაახლოებით, რა თქმა უნდა, ზუსტად იდენტური შეიძლება არ იყოს. ეს ყველაფერი ერთის მხრივ ადამიანს აფიქრებინებს, რომ
სახელმწიფოსთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. აი ეს ადამიანები თავიანთ სარჩო საბადებელს რა ფორმით და რა რისკის ხარჯზე მიიღებენ და მეორეს მხრივ იმასაც აფიქრებინებს, რომ ეს ადამიანებიც მიდიან რისკზე. რა სოციალური ფონი განაპირობებს და სოციალური ფონთან კიდევ რა შეიძლება განაპირობოს ის, რომ მაგალითად, რამდენიმე წლის წინ დამწვარი ბავშვთა სამყაროს შემდგომ მოვაჭრეები გადავიდნენ იმ ტერიტორიაზე, რომელიც უკვე დამწვარია და იქაც დაეწვათ საქონელი, მაგრამ იქაც არ ქონდათ მაგალითად საქონელი დაზღვეული და იქაც მათთვის პრიორიტეტული შრომის უსაფრთხოება არ ყოფილა. რა გარემო ქმნის ასეთ დამოკიდებულებას? მოგესალმებით. ალბათ პირველ რიგში უნდა ითქვას ის, რომ მთლიანად ვაგზლის ტერიტორია და იქ ორგანიზებული შრომა, თუ ვაჭრობა და ის ინფრასტრუქტურა, რომელსაც იქ ვხედავთ, ჩემთვის სიმბოლურად ასახავს იმ რეალობას, რომელშიც ჩვენი ქვეყანა ცხოვრობს და ნამდვილად ჩვენს რეალობაში ძალიან მაღალი არაფორმალურ შრომაში ჩართული ადამიანების რიცხვი, რომლებიც ხშირად ძალიან დაუცველ ეკონომიკაში და ძალიან დაუცველ შრომაში არიან ჩართულები, ხშირად საკუთარი შემოსავლების, სიცოცხლის თუ ჯანმრთელობის რისკის ფასად, მაგრამ ისინი თვლიან და ეს ნამდვილად ასეც არის, რომ მათ ხშირად სხვა გზა არ რჩებათ გადარჩენისთვის. ხო, აქ ჩვენ შევხვდებოდით თქვათ ადამიანებს, რომლებიც პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ მთლიანად არიან დამოკიდებულები ვალზე, ზოგადად ბოლო წლებში ჭარბვალიანობა არის სერიოზული პრობლემა, ხო გაზრდილია ერთულ მოსახლეზე ვალების რაოდენობაც და მათ შორის იგივე უძრავი ქონებით დაზღვეული იპოთეკის რაოდენობაც, რაც პრინციპში მენიშნებს იმაზე, რომ მცირე ეკონომიკური რყევაც კი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს აი ამ ვალებში ჩართული ადამიანების მომავლისთვის, ხო? და მათ შორის ერთ-ერთი მთავარი წუხილი, რაც ამ ადამიანებს ჰქონდათ, ეს იყო ბანკებთან მათი ვალდებულების საკითხი და ის, რომ მათ შეიძლება ბინებიც კი დაეკარგათ იპოთეკით. მეორე მხრივ ჩემთვის ძალიან თვალშესაცემი იყო, რომ მათ შორის იყო ძალიან ბევრი ქალი და დევნილი, ხო, რომლებიც წლებია სწორედ აი ამ საგარეო ვაჭრობაში არიან ჩართულები და ხო ზოგჯერ ოჯახებიც კი, ხო, მათი შვილები დღეს ვაჭრობენ აი ამ ადგილებში იმისთვის, რომ სწორედ გადარჩნენ და ხო იმ რეალობაში, როდესაც სახელმწიფოს არ აქვს სიღარიბის დაძლევის სხვადასხვა სათანადო სერვისებზე წვდომის პოლიტიკა და სოციალური დაუცველობა ძალიან მძიმე რეალობა, რეალურად ეს ხდება ხშირად ეს დიდი დაუცველი სარისკო შრომა თუ წვრილი ვაჭრობა ხდება გამოსავალი მთელი რიგი ოჯახებისთვის. ამიტომაც, როცა იქ ადგილზე ვიყავით, ეს მართლაც რაღაცა ტიპის ტრაურს, გლოვას გავდა, ჩემ თვალწინ ამ ადამიანებს ახლობლები, ნათესავები ურეკავდნენ და ეს აი სამძიმრის მიღებას გავდა ნამდვილად, ხო, იმიტომ რომ ზოგიერთი მათგანი ამბობდა, რომ ჩემთვის მეორე, მესამე ხანძარია, ყველაფერი დავკარგეთ და როგორ უნდა შევეძლო კიდე ერთხელ მარტო ნულიდან დავიწყო ეს საქმე, ხო? ამიტომაც მართლა ძალიან მძიმე რეალობა, სამწუხაროდ შრომით, ასე ვთქვათ, სახელშეკრულებო ურთიერთობები, რითაც იჯარას იღებდნენ, ხო, იჯარით ამ ტერიტორიებს იღებდნენ, მათ ბოლომდე არ ქონდათ გააზრებული ბაზრის ადმინისტრაციის და საკუთარი ვალდებულება და სამწუხაროდ ჩვენ არ გაგვიზიარეს ხელშეკრულებები, თქვენს რომ ეს ხელშეკრულებები დაიწვა ხანძართან ერთად, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ეს მშრომელები, მოვაჭრეები დაფიქრდნენ იმაზე, თუ რა პასუხისმგებლობებს იღებს ბაზრის ადმინისტრაცია და ისინი ამ ხელშეკრულებით შრომის პირობებთან, უსაფრთხოების და სანიტარიის პირობებთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბაზრის ადმინისტრაციას, რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობით თანხებს იღებს ამ მოვაჭრეებისგან და წლიდან წლამდე ამ თანხის ოდენობა იზრდება კიდეც, აიღოს ვალდებულება ამ ტერიტორიების უსაფრთხოებაზე და მათ შორის ფორს მაჟორებში, ხო, ხანძრებისა თუ სხვა მძიმე რეალობის დროს კომპენსირების გარკვეულ ვალდებულებებზე. სამწუხაროდ მათი ნაწილი ამბობდა, რომ ხელშეკრულებაში ასეთი არაფერი წერია, რომ ბაზრის ადმინისტრაციას არანაირი ვალდებულება არ აქვს ასეთ სიტუაციებში აღებული, თუმცა უფრო დიდმა ნაწილმა საერთოდ არ იცოდა ეს ხელშეკრულებები რა შინაარს ატარებდა. მეორეს მხრივ ჩვენთვის ძალიან აშკარაა, რომ შრომის ინსპექცია არ ცდილობს ამ ადგილების სათანადო მონიტორინგს და ახლაც არ გაგვიგია ინფორმაცია, ხო, რას აკეთებენ, იმიტომ რომ ეს ბაზრის ადგილი დაიწვა, მაგრამ არსებობს სხვა ადგილები, კიდევ უფრო მძიმე პირობებში მუშაობენ იქ ადამიანები, შესაბამისად ინსპექტირება და კონკრეტული რეკომენდაციების გაცემა ბაზრის ადმინისტრაციებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე ვხედავთ, რომ დაზღვეულები არ არიან, იმიტომ რომ იქ იმდენად სარისკო გარემოა, რომ როგორც შრომელებმა გარემოვაჭრეებმა აგვიხსნეს,
აი ამ ძიმე პირობებში საზღვაო კომპანიები არ იღებენ საკუთარ თავზე რისკს და კონტრაქტებს არ უდებენ. კი, ბოდიში რომ გაწყვეტინებ, უბრალოდ რამდენიმე საკითხი არის, რაზეც ჩვენ აუდიტორიასთანაც მინდა გავამახვილო ყურადღება. ერთი რა ვისწავლეთ წინა გამოცდილებიდან ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ იმ ინსტიტუციების და თუნდაც კერძო სექტორის ჭრილში, როგორც არის მაგალითად სადაზღვაო კომპანიები, ხო? აღნიშნე, რომ დღემდე რჩებიან დამწვარი ტერიტორიის მიმდებარედ ჩვეულებრივ ტემპში გრძელდება ვაჭრობა დაახლოებით იგივე გარემოში, როგორშიც მოხდა ხანძარი. და შრომის ინსპექციის როლი პრინციპში არსად არ ჩანს. მინდა ჩვენი აუდიტორიისთვის აქვე ვთქვა, რომ ჩვენ გვქონდა მცდელობა, რომ იმ ადამიანებთან გვესაუბრა, რომლებიც ახლაც აგრძელებენ მუშაობას, ისინი რამდენად გრძნობენ თავს დაცულად და რამდენად აქცევენ ყურადღებას რამდენიმე დღის წინ მომხდარი ხანძრის ფონზე საკუთარი შრომის უსაფრთხოებას, თუნდაც იგივე მდგომარეობაში რომ არ აღმოჩნდნენ. რა როლი აქვს შრომის ინსპექციას, რა უნდა გააკეთოს ამ დროს, როგორი უნდა იყოს სადაზღვაო კომპანიების მიდგომა, როდესაც ასეთ ბიზნესზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ერთ-ერთი ადამიანი ამბობდა, რომ კერძო და სადაზღვაო კომპანიებმა უარი უთხრეს დაზღვევაზე, ან იყო შემთხვევა, როდესაც თქვეს, რომ ხანძრის და წყალდიდობის შემთხვევაში ისინი რისკებს არ აზღვევენ. როგორი უნდა იყოს სექტორალური მიდგომა მსგავსი დიდი ზომის ბაზრობების მიმართ? იცით, ეს ბაზრობები რეალურად სხვა წვრილ ბაზრებად იყოფა, რომელსაც საკუთარი ადმინისტრაციები ყავთ, მათ უკან განან სხვა კომპანიები და ძალიან აშკარაა, რომ ეს ადმინისტრაციები მხოლოდ აქირავებენ ფართებს, მაგრამ არ ზრუნავენ იმ კონკრეტული ადგილების განვითარებაზე, მათ დაცულობაზე, უსაფრთხოებაზე, მთელი რიგი ზომების მიღებაზე, რაც უსაფრთხო შრომისთვის და ვაჭრობისთვის არის საჭირო. ამიტომაც მე მგონია, რომ პირველ რიგში სწორედ ამ რგოლებზეა სამუშაო, რომ უფრო ზუსტად გამოიკვეთოს ბაზრების ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაში რა შედის, ხო? მეორეს მხრივ, ხო, სადაზღვაო კომპანიების მიდგომა, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, არის ის, რომ თუ ეს არის ძალიან დაუცველი ადგილები, სადაც რისკები ძალიან მაღალი, ისინი უბრალოდ ამ ხელშეკრულებებში და ამ შეთანხმებებში არ ჩედიან. და საბოლოოდ სახელმწიფოს თვალს ხუჭავს ამ რეალობაზე. იცით რატომ? იმიტომ რომ თითქოს გამოსავალი არის ან ასეთი ბაზრების დახურვა, როგორც რაღაც არალეგიტიმური, არაუსაფრთხო, არაფორმალური შრომის და ვაჭრობის ადგილების, ან მათი დახურვა და ამ ადგილებში რაღაცა დიდი სავაჭრო ცენტრების გახსნა, სადაც უფრო დიდი ბიზნესები, მსხვილი კომპანიები შედიან, ხო, ან მათი ამ რეალობაში დატოვება. ამიტომ თითქოს გამოსავალი არის ან დახურვა და იქ დიდი ბიზნესებისა და კომპანიების შესვლა, ხო, ან თვალის დახუჭვა და მათი ამ რეალობაში დატოვება. მაშინ როდესაც აკეთებს პრინციპში. ხო, რასაც რა მოდელიც თითქოს რა სტრატეგიაც აქვს სახელმწიფოს, რაც არასწორია. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა დაუშვას, რომ იქნება ესეთი ტრადიციული ბაზრის ადგილები, არაფორმალური ბაზრის ადგილები, სადაც თქვათ გლეხები, წვრილი ვაჭრები და სხვა ჯგუფები ხო ამ ადგილას ივაჭრებენ და შეეცდებიან რომ გარკვეული შემოსავალი მიიღოს, მაგრამ და ასეთი ტრადიციულად ქცეული ბაზრების დატოვება ძალიან ბევრ ქალაქში ხდება კიდეც, მაგრამ აქ ადგილობრივი თვითმმართველობები სანახაობის ნიშასაც იძენს. ხო, ნამდვილად ასეა. თუმცა ეხლა დღეს რა რეალობაც არის ვაგზალზე, ალბათ ეს კიდევ უფრო ნაკლებად არის ასეთი, მაგრამ თვითმმართველობებს აქვთ აღებული საკუთარ თავზე ვალდებულება, რომ დაიცვან ეს ბაზრები, პირიქით მათ განვითარება შეუწყო ხელი, ხო, გარკვეული ინსტიტუციონალიზება მოხდეს იქ ურთიერთობების, შრომის პრაქტიკის, უსაფრთხოების, ზოგჯერ თავად ამ ბაზრებში მომუშავე ადამიანებს თავად ეძლებათ თვითმმართველობის უფლება, რომ თვითონ მართონ ბაზარი როგორც ასე უნდათ, როგორც თავად უნდათ და გარკვეული დემოკრატიული თვითორგანიზების პრინციპებიც კი კონდეს და ძალიან ხშირად ხო აქ თავად მუნიციპალურ მიწის ნაკვეთებზე ხდება და ტერიტორიებზე ხდება ეს ბაზარი, ამიტომაც კერძო კომპანიების ნებაზე არ არის ჩამოკიდებული გარემოვაჭრები. თქვენ გახსოვთ, რამდენიმე ხნის წინ იყო საუბარი იმაზე, რომ ის კომპანია, რომელიც ფლობდა დეზერტირების ბაზარს, თითქოს აპირებდა გასხვისებას რაღაც მსხვილ კომპანიაზე და ადგილობრივი მშრომელები და გარემოვაჭრები მთლიანად კარგავდნენ შემოსავლის მიღების შესაძლებლობას.
ამიტომაც მუნიციპალური ბაზრები არის საკმაოდ კარგად განვითარებული კონცეფცია მთელ რიგ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფო უბრალოდ რაღაც არაფორმალურს კი არა არქმევს ამ ბაზარს და თვალს ხუჭავს და მუდმივი მუქარის ქვეშ ამყოფებს გარემოვაჭრეებს, რომ ან მათ აყრიან, ან რაღაც მოხდება და რისკები მთლიანად მათზე იქნება, არამედ პირიქით მათ აძლევს რესურსებს, შესაძლებლობას იმისთვის, რომ მათ უსაფრთხო გარემოში ივაჭრონ და იმუშაონ. ამიტომაც პრინციპში ჩვენ აი ამაზე უნდა დავიწყოთ საუბარი, როგორ შეიძლება გადმოვითაროთ მუნიციპალური ბაზრები, ისე რომ ადამიანებისთვის ის უსაფრთხო იყოს, მაგრამ ისინი ასეთი ტიპის არაფორმალურ ბაზრებზე რაც ხდება, ხო, რომ ისინი უფრო მოქნილად ახერხებენ ვაჭრობას, ხო? აი ეს შესაძლებლობები ადამიანებს დარჩეთ. დღეს ვაგზლის და ბორჯომის ვაგზლის გარემოვაჭრეებისთვის ჩემი აზრით მთავარი მოთხოვნა უნდა იყოს ერთის მხრივ საბანკო ვალდებულებების შეჩერება, ხო იმისთვის რომ ისინი კიდევ უფრო დიდ ვალში არ გადავარდნენ და ეს პროცენტები არ დაგროვდეს და შემდგომში უკვე სახლების დაკარგვის რისკის წინაშე არ დადგნენ და აქ ალბათ სახელმწიფო უნდა მედიატორის როლი შეასრულოს. მეორეს მხრივ მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მათ მისცენ ალტერნატიული ვაჭრობისა და შრომის ადგილი იგივე ტერიტორიაზე. თუმცა არსებითია რომ ეს სივრცე იყოს უსაფრთხო და მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფო მათ შესთავაზოს გრანტები ან შეღავათიანი სესხები, სახელმწიფო სესხები იმისთვის რომ მათ შესძლონ საკუთარი ბიზნესის და საქმიანობის გაგრძელება, ხო, იმიტომ რომ თუ მათ ისევ აი ამ ჭარბი მაღალპროცენტიანი ხო ვალის აღება მოუწევთ ბანკებისგან, უბრალოდ ვეღარ გაუძლებენ ეკონომიკურად, ხო, აი ამგვარ წენებს. თუმცა ფართე გაგებით, ეს არის მყისიერი მოთხოვნები, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ ფართე უფრო გრძელვადიანი გაგებით, ბუნებრივია, რომ სახელმწიფომ სხვა ამ საბაზრო ერთეულების, ხო, რაღაც სხვა ბაზრების უსაფრთხოებაზე უნდა იფიქროს. ჩვენ მგონია, რომ ეს ტერიტორია უნდა გახდეს მუნიციპალური ტერიტორია და თვითმმართველობა მიიღოს ზომები აქ როგორც უსაფრთხოების, სანიტარიის, ისე სხვა ტიპის სტანდარტების დაცვისთვის. აუდიტორიისთვის უბრალოდ განმარტავ, რომ თბილისი ცენტრალსა აქ იჯარით აღებული 49 წლის ვადით. შესაბამისად, ამ წუთისთვის მუნიციპალური შესაძლოა სწორედ აქედან გამომდინარე ვერ გახდეს, ხო? მაგრამ, რა თქმა უნდა, ეგ სცენარიც გრძელვადიან პერსპექტივაში ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა. ეს არის გამოსყიდვისა და გრძელვადიანი სცენარი, რომ კერძო მესაკუთრის ნებაზე არ იყოს დამოკიდებული, თქვათ, ამ ადგილების განვითარება. თქვენ იცით, რომ გარემოვაჭრეებს და ბაზრის მშრომელებს აქვთ ეს ეჭვები და შიშები, რომ ეს ხანძრებით შეიძლება იყოს ხელოვნურად გაჩენილი, რომ ამის უკან დიდ კორპორაციებს, კომპანიებს აქვთ მიზანი, რომ დიდი სავაჭრო ცენტრები გახსნან და ეს წვრილი მოვაჭრეები გაყარონ. და პრინციპში ეს კოლონიზებისა და დიდი მსხვილი კომპანიების მხრიდან ასეთი ადგილების ათვისების ტენდენცია ზოგადად ჩანს ჩვენს ქალაქში, ამიტომ არალეგიტიმური ეს შიში თუ ეჭვი არ არის, თუმცა მეორე მხრივ ძალიან აშკარაა, რომ ის პირობები, რომელიც ამ ადგილებში არსებობს, ხო, ეს პირობები ბუნებრივად ქმნის ძალიან სარისკო გარემოს და აი ესეთი სიტუაციების განვითარების. კი, ჩვენც მოგვიყვარა არაერთი მოვაჭრე კამერის მიღმა, რომ თვითონ ხანძრის ხასიათი იყო ისეთი და ისეთ სწრაფად მოიცვა მთელი ტერიტორია, რომ დარჩათ მათ განცდა, რომ ეს იყო ხელოვნურად გაჩენილი, იმიტომ რომ ერთ-ერთი ადამიანი ყვებოდა, რომ 6 საკლდა 20 წუთი, როდესაც ის ემზადებოდა ბაზარში მისასვლელად, შეატყობინეს და რამდენიმე წუთში მისვლის შემდგომ უკვე ფაქტობრივად არაფერი აღარ დარჩა ადგილზე და მათ ეჭვები აქვთ ასევე, რომ სახანძრომ შესაძლოა დაიგოიანა და არაეფექტიანად ცდილობდა ხანძრის ჩაქრობას. ეს რა თქმა უნდა შეიძლება იყოს ან შეიძლება არ იყოს ასე, მაგრამ ეს არის ასეთ ადამიანები ამბობენ. წინა გამოცდილებებზეც მინდა ძალიან მოკლედ ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ იმავე ტერიტორიაზე ბავშვთა სამყაროს დაწვის შემდგომ არაერთი ადამიანი პირდაპირ მნიშვნელობით გაუბედურდა და კიდევ უფრო ძიმე შემთხვევები ახლდა ამ ისტორიას. თუ არის გამოძიებული, თუ არის დადებული დასკვნა, რა მოხდა ამ ტერიტორიის, ვინმე თუ არის დასჯილი, რა ინფორმაცია გაქვთ უფლებადამცველებს? ხო, ჩვენ შევეცადეთ, რომ შეგვემოწმებინა საჯარო წყაროებით, პრინციპში არაფერი იძებნებოდა იმ ამბის გამოძიების თაობაზე და ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დაბალი კომპენსაციები მიიღეს
იმ ადგილას დასაქმებულმა და ვაჭრობაში ჩართულმა ადამიანებმა თუ გონებოდნენ 1000, 3000 ლარს, ანუ ძალიან მიზერულ თანხებს და სხვა შორის სწორედ ეს გამოცდილება ძალიან ნიჰილიზმში და უნდობლობაში აგდებდა ბორჯომის ვაგზლის მოვაჭრეებსაც. ისინი ამბობდნენ, რომ თუ იმათ არ აუნაზღაურეს, მაშინ ჩვენც არ აგვინაზღაურებენ, ამიტომ როცა ვთავაზობდით სამართლებრივ დახმარებას, ხო ამ სახელს შეკრულებულ დეტალებში გარკვევას, ძირითადად იყო ეს სკეპტიციზმი, რომ მაინც არაფერი არ იქნება. თუმცა ბოლო განცხადებები, რაც თბილისის ცენტრალის და მერის მხრიდან გაკეთდა, გარკვეულწილად არის დამაიმედებელი იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ამ სივრცის დროულ რეაბილიტაციაზე საუბრობენ, ასევე სხვა ადგილის გამოყოფაზე, სადაც ისინი ვაჭრობის გაგრძელება შეძლებენ, ხო, ითქვა ბუნდოვნად, მაგრამ რაღაც კომპენსირების თაობაზეც. თუმცა, ხო, მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარემოვაჭრეებმა შეინარჩუნონ სოლიდარობა, დარჩენ თვითორგანიზებულები და ჩამოყალიბდნენ ზუსტად რა ტიპის მოთხოვნები აქვს და განსაკუთრებულად ის მოთხოვნა, რომელიც ამ გრანტების ან საშეღებათა სასხების გაცემას უკავშირდება სახელმწიფოს მხრიდან. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს ეს პროგრამა აწარმოე საქართველოში, რომელსაც ბოლო წლებში არა სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები, არამედ პირიქით უფრო მდიდარი კომპანიები იღებენ და ქართული ოცნების შემომწირულები და მასთან დაკავშირებული ბიზნესები ხო მილიონებს იღებენ ამ პროგრამიდან უფრო მეტი გამდიდრებისთვის. მგონია, რომ მინიმუმ აწარმოე საქართველოში რესურსები და ასეთი პროგრამები შეიძლება იყოს გამოყენებული ამ ადამიანებისთვის, რომ სესხის აღება არ დასჭირდეთ იმისთვის, რომ საკუთარი სამეწარმეო საქმიანობა გააგრძელონ. ამიტომ მგონია, რომ გარემოვაჭრეებმა, მშრომელებმა უნდა გრძელვადიანად იფიქრონ საკუთარ რეალობაზე და მათ შორის იმ ადამიანებმა, ვინც დღეს შეგუებულები არიან, რომ აი ამ არაუსაფრთხო გარემოში იმუშაონ, ხო თითქოს იმ არგუმენტით, რომ მათთან არ მოხდება ხო რაიმე უბედურება. ეს მასობრივი ხო ესეთი ჯაჭვი ამ ხანძრების აჩვენებს, რომ ამის რისკი ძალიან მაღალია. ამიტომ ჯობია მათ გარკვეულ ფორმალიზებაზე იმუშაონ უსაფრთხოების დაცვაზე, ხო ზომების მიღებაზე, ვიდრე თვალი დახუჭონ რისკების მიმართ და მე მგონია, რომ მით უმეტეს რომ ახლა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოდის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალური ბაზრების საკითხზე ილაპარაკოს პოლიტიკურმა ოპოზიციამ და პარტიებმაც და შექმნან ის პოზიტიური ალტერნატივები, რომელიც ხო უსაფრთხოების დაცვის გარანტიებით, სანიტარიის, თორე ძალიან ხშირად მათი ჯანმრთელობისთვისაც არის თქო იმ გარემოში მუშაობა, ხო ეს მარტო ხანძრების მიმართ რისკებზე არ არის ეს დამოკიდებული. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხების პოლიტიზირება, პარტიებმა უნდა შესთავაზონ ამ ადამიანებს ახალი ალტერნატივები, თქვათ როგორ შეიძლება ამ ადგილების განვითარება, გაუმჯობესება და მათ შორის ეს საკითხი გახდეს პოლიტიკური დისკუსიის საგანი. სამწუხაროდ მე ვერ დავინახე აქტიურობა პოლიტიკური პარტიების მხრიდანაც და რეალურად ისინი მოქალაქეებს მარტოებს ტოვებენ ხელისუფლების წინაშე, ქართული ოცნების წინაშე და მე ჩვენ ხედავთ, რომ როცა ამ ადამიანებს უბრალოდ გამოცდილება არ აქვთ, როცა ვთქვათ პარტიები ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ორგანიზდებიან მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და რაღაც შედეგს აღწევენ, მინიმუმ იმ შედეგს, რომ საკითხს იმდენად დიდი პრიორიტეტი ეძლევა, რომ მე ვთქვათ მართველი გუნდია იძულებული რომ რაღაც გააკეთოს, ხო? შეიძლება ოპოზიციამ ვერ მოახერხოს თვითონ ამ საკითხის განაწყვეტა, მაგრამ ამ საკითხის პოლიტიზაციით შენ აიძულებ ხელისუფლებას, რომ თვითონ გააკეთოს მე რაღაც, ხო? და როცა ეს ინტერესი და პოლიტიზაცია სოციალური საკითხების მცირდება, ბუნებრივია, რომ შენ მოქალაქეებს უბრალოდ შეატოვებ მარტოს მართველი პოლიტიკური ძალის წინაშე და მე უბრალოდ ისინი შენ აღარ გელაპარაკებიან, ხო, აღარ გენდობიან. და სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ ამას, რომ პოლიტიკური ოპოზიცია არის ძალიან სუსტი მოქალაქეებთან კავშირში და განსაკუთრებულად სოციალური საკითხების პოლიტიზირებაში და დღის წესრიგის დაყენებაში. თამაშიც უფრო მეტიც საგნობრივი დისკუსია პოლიტიკურ ოპოზიციაშიც კი წლების განმავლობაში რჩება საზოგადოების მხრიდან სურვილად, რასაც ვერ ვხედავთ. და რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება უკეთესი პოლიტიკური ძალა არა, არავითარ შემთხვევაში, თუმცა პოლიტიკური ოპოზიციაც არ გვთავაზობს იმ საგნობრივ მსჯელობას, რაც საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე იქნება მიმართული. დღეს სიღარიბე, თქვენ იცით რომ ძალიან მაღალი,
ხო, რაღაც 1,200,000-მდე ადამიანი მიმართა სოციალურ შემწეობას და დაახლოებით 700,000 ადამიანი იღებს ამ შემწეობას. ხო, ჩვენ ხედავთ, რომ კვლავ ჩვენი ეკონომიკა არის დამოკიდებული მიგრანტებისგან გადმორიცხულ თანხებზე და ეს დამოკიდებულება ხო, უფრო და უფრო იზრდება წლებთან შედარებით არ მცირდება. ხო, ჩვენ ხედავთ, რომ რეგიონალური უთანასწორობა ძალიან ღრმაა, მთელი ეკონომიკის 75% ეკონომიკური ზრდის, ხო, ბოლო წლების თბილისსა და ბათუმზე მოდის და სხვა რეგიონები პრაქტიკულად გამართულები არიან იმ ტიპის ეკონომიკური ცხოვრებიდან, რომელიც არის ამ ქვეყანაში, მოწყვლადი, დამოკიდებული გარე ფაქტორებზე, იმპორტზე, ხო, მაგრამ როგორიც არის და ხედავთ, რომ რეგიონალური უთანასწორობა ასევე ძალიან ღრმა არის. ამიტომ თუ ჩვენ ხედავთ, რომ როცა პოლიტიკურ პარტიებს ვლაპარაკობთ, რომ სწორედ სიღარიბე, ეკონომიკური უთანასწორობა, რეგიონალური უთანასწორობა არის მთავარი ფაქტორი, რაც მართვალ პოლიტიკურ ძალაზე მოქალაქეების დამოკიდებულებას ზრდის და საბოლოოდ მათ კონტროლს და შენ არ თავაზობ ამ საზოგადოებას კეთილდღეობის ალტერნატივებს, არა პოპულისტურ განცხადებებს პენსიების ზრდაზე და არადამაჯერებელ ზრდაზე და ასე შემდეგ, არამედ სისტემურ გამოსავალს, როგორ აძლიერებ მდგრადად ავითარებ ეკონომიკას და როგორ თავაზობ გადანაწილებისა და სოციალური დაცვის მექანიზმებს. ხო, ბუნებრივია, რომ ისინი უბრალოდ იმ მთავარ სტრუქტურულ ფაქტორს, რაც საქართველოში ავტოკრატიზაციას აძლიერებს, იმ სტრუქტურულ ფაქტორს უბრალოდ ვერ უპირისპირდები და მაშინ ყველაფერი მაჩვენებითი ხდება. არ შეიძლება ჩვენ ქვეყანაში არსებული ყველა კონფლიქტი, ყველა კრიზისი გეოპოლიტიკით აიხსნას, ხო? რაღაცებს აქვს შიდა უდიდეს ნაწილს, აქვს შიდა პოლიტიკური მნიშვნელობა და მას სჭირდება შიდა პოლიტიკური გამოსავლები. ძალიან დიდი მადლობა. მინდა ჩვენ აუდიტორიამაც იცოდეს, რომ ჩვენ ამ თემაზე მუშაობას ვაგრძელებთ და იმ ადამიანებთან, რომლებიც ან კომპენსაციის მოლოდინში არიან დღემდე, ან ფიქრობენ, რომ შესაძლოა გამოსავალი არ იყოს, ჩვენ ამ თემებს მივყვებით აუცილებლად გადაცემიდან გადაცემამდე და პერიოდულად გაგიახლებთ მოვლენებს, თუ რა იცვლება 400-მდე მოვაჭრეზე არის საუბარი, თუ არ ვცდები ეს რიცხვი გვითხრეს. 400-დან 500-მდე ამბობ. ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანებს და მათ უკან მათ ოჯახებზე ელაპარაკი, ამიტომ ჩვენ ამ თემას აუცილებლად თქვენ პერიოდულად გაგიახლებთ. ბორჯომის ბაზრობის ხანძრის შემდეგ ჩვენ დავინტერესდით წინა ხანძრების გამოძიების შედეგებით, მაგალითად რა გაარკვია წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვთა სამყაროს დაცვის საქმეში. ვერაფერი. რა გაერკვა ლილოს ბაზრობის ხანძრის გამოძიებისას? არაფერი. რა გაერკვა ავტონაწილების ბაზრობის ხანძრის საქმეზე? ასევე არაფერი. შესაძლოა გვეუბნებიან, რომ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლით, რაც ეხება სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას. აქვე გეტყვით, რომ ჩვენ დავუკავშირდით შრომის ინსპექციასაც და ვკითხეთ, როდის იმყოფებოდნენ ინსპექტირების მიზნით ბოლოდ ეგრეთ წოდებული ბორჯომის ბაზრობის ტერიტორიაზე. გვითხრეს ცოტა ხნის წინ, თუმცა კონკრეტიკას სამუშაო დღეს შეძლებდნენ. ჩვენ მათ 9 მაისს დავუკავშირდით. საქართველოს რეგიონების ნაწილში სახელმწიფო რწმუნებულები შეიცვალა. მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში გუბერნატორად ზალ გელაშვილი დაინიშნა და მან ამ პოსტზე მისი წინამორბედი ბესიკ ამირანაშვილი ჩაანაცვლა. გელაშვილმა დანიშვნისთანავე დაამახსოვრა ადგილობრივ მედიას თავი. რამდენიმე ჟურნალისტის მობილური ნომრის დაბლოკვით და მედიის გარეშე ჩატარებული ოფიციალური წარდგენით. მიშა დარბაიძის და ინგა ერიციანის რეპორტაჟი. სამცხე-ჯავახეთის ახალი სახელმწიფო რწმუნებული სამუშაო პროცესს მედიის დაბლოკვით და დახრულ კარს მიღმა შეხვედრებით იწყებს. დღეს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა მისი წარდგენა, თუმცა დახრულ კარს მიღმა მედიას იქ შესვლის შესაძლებლობა არ მოგვეცა. სამცხე-ჯავახეთის ახალი სახელმწიფო რწმუნებულის ზალ გელაშვილის პირველი სამუშაო დღე, სადაც იგი მუნიციპალიტეტის მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს წარუდგინეს, დახურულ კარს მიღმა მედიის გარეშე შედგა. არადა ზალ გელაშვილმა გუშინ ჩვენთან ინტერვიუში თქვა, რომ წარდგენის დროს მივსულიყავით და ჩვენს კითხვებს მაშინ უპასუხებდა. ჯერ არ ჩავსულვარ და არ ვიცი, ხვალე იქნება წარდგენა და ხვალიდან მერე შემეძლება რაღაცა თემებზე პასუხის გაცემა უბრალოდ. როცა ჩავა, მერე თუ მობრძანდებით იქ? რა თქმა უნდა, მობრძანდებით. სამხარეო ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ შეხვედრა მედიისთვის დაკეტილი იყო და კადრებს თავად გაავრცელებდნენ.
რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ უწყებაში გვითხრეს, რომ ზაალ გელაშვილი კომენტარს დღეს არა, თუმცა ხვალ 9 მაისთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე გააკეთებს. მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს შეხვედრიდან გამოსულმა მუნიციპალიტეტების მერებმა, გარდა ბორჯომის მერის, ოთარ არბოლიშვილისა. რეგიონული მედია დაბლოკა დანიშნვისთანავე ბატონმა ზაალმა და მას როგორ შეფასებით? ანუ თქვენი შეფასებით რას ნიშნავს ეს? ზაალ გელაშვილმა დანიშნვისთანავე ჩვენი სამი თანამშრომლის ტელეფონი დაბლოკა. საკუთრეულ გელაშვილი აღნიშნულს უარყოფს, თუმცა მისი ტელეფონის ნომერზე დარეკვა ამ დრომდე შეუძლებელია. ჩემი კოლეგები ცდილობდნენ გუშინ და დღეს თქვენთან დაკავშირებას. მათ აქვთ განცდა, რომ თქვენ მათი ტელეფონის ნომრები დაბლოკეთ, იმიტომ რომ ვეღარ გიკავშირდებიან და ამის გადამოწმება მინდოდა რამდენად სწორია. არ დაბლოკავს არავინ. აბა რატომ ვერ გიკავშირდებთ? ანუ ეხლა რომ დაგირეკოთ მაგალითად იგივე ჩემმა კოლეგამ იგივე ნომრიდან ის დაგიკავშირდებათ? ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხი მედიის გარეშე განიხილება. სამხარეო ადმინისტრაციის თითქმის ყველა ღონისძიების კარი წლებია მედიისთვის დაკეტილია. რამდენად მნიშვნელოვანია მედიას ხელი არ შეუშალოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გაშუქებაში. მედიის ადვოკატირების კოალიციის ხელმძღვანელი მამუკა ანდღულაძე გვესაუბრება. ქართული ოცნების მახასიათებელია ძალადობასთან დევნასთან ერთად საზოგადოებასთან კომუნიკაცია ნული და ეს როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი დე-ფაქტო რეჟიმი და ხელისუფლება აგრძელებს ამ არათუ მანკიერს, არამედ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. ნორმალ ქვეყანაში დემოკრატიული ხელისუფლებისთვის არის საციცოცხლო ინტერესი, რომ მედიამ გააშუქოს მათი საქმიანობა, მით უმეტეს, როდესაც ახალი კანდიდატის წარდგენა ხდება, მაგრამ ეს არის ის ხელწერა, რომელიც აქვს ივანიშვილის რეჟიმს. რაც ცალსახად მიუღებელია, არ ღვევს როგორც მედიის უფლებას, მაგრამ არ ღვევს, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში თითოეული ჩვენი მოქალაქის, თითოეული ადამიანის უფლებას იყოს ინფორმირებული, რა ხდება თავის ქვეყანაში, რა ხდება თავის რეგიონში. 2018 წელს მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობის დროს დანიშნული სამცხე ჯავახეთის 10 უკვე ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი თანამდებობიდან 6 მაისს გადააყენეს და მის ნაცვლად ზაალ გელაშვილი დანიშნეს. რამ გამოიწვია ცვლილება? მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. სადაო ლეგიტიმაციის მთავრობის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ მხოლოდ გავრცელებული ინფორმაციით უნდა ვიხელმძღვანელოთ, ხოლო საკუთრივ ამირანაშვილი ჩვენს ზარებს არ პასუხობს. ვინ არის ზაალ გელაშვილი? როგორც გავარკვიეთ, იგი ბაკურიანის განვითარების სააგენტოში ზედამხედველობის სამსახურის უფროსად მუშაობდა. გარდა ამისა, გელაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. სათვალე დასრულებულია. შევხვდებით ერთ კვირაში. მადლობთ რომ გვიყურებთ. დროებით. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნ თქვენ თქვენი კვამლი. მოწევა მამნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. ყოველთვის მჯეროდა, რომ არ არსებობს გამბედაობა შიშის გარეშე. და რომ სიცოცხლე უსასრულო აღმოჩენაა. რომ თავის რწმენა შეუძლებელს შეგაძლებინებს. და დაკარგული მხოლოდ ის არის, რაც თვითონ დათმე. ეს გვინდა წამოვიდგინოთ ჩვენი TBC-ის ბრენდინგი, ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. თავარია გჯეროდეს TBC ახალი მანიფესტით. თავარი სათქმელით წარსდგა. TBC-ის გენერალური დირექტორის თქმით, გზავნილი განვითარების იმ ისტორიას, ფასეულობებს აერთიანებს, რომლებიც მეოთხე ათწლეულია ბრენდს განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზე ამოძრავებს. ეს დარწმუნებული არის ჩვენს 33 წლის ისტორიაზე, ჩვენს კულტურაზე, როგორ მოვიდა TBC დღევანდლამდე და მართლაც მნიშვნელოვანია ეს თითოეული TBC-ელისთვის. თავარია გჯეროდეს, იმიტომ რომ ბოლო 33 წლის განმავლობაში TBC დიდი ისტორია გაიარა საწყისიდან იმამდე, როდესაც დღეს ვარ ჩვენ საერთაშორისო კომპანია და თავარია გჯეროდეს, ეს არის TBC-ელებისათვის ის მახასიათებელი, რომელსაც ჩვენი თავი დავაჯერეთ, რომ ყველაფერის მიღწევა შესაძლებელია და სწორედ ამის ამ ახალი მესიჯით გვინდა წარვადგინოთ TBC-ის სახელი.
ჯეროდა, რომ გამარჯვება ბრძოლის შემდეგ უფრო ტკბილია. და რომ მიზანი სიბნელეში გზას გაგინათებს. ყველაფერს, რა თქმა უნდა, ვაკეთებთ იმაზე დაყრდნობით, რომ პირველ რიგში გვჯერა საკუთარი თავის, გვჯერა ჩვენი შესაძლებლობების, მაგრამ არ არის ეს მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ჩვენ გუნდში გვჯერა ეს ყველაფერი, არამედ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჯერა სხვა ადამიანების შესაძლებლობების და ამის მაგალითები თუ როგორ შეუძლიათ სხვებსაც გამოიყენონ შესაძლებლობები და მიაღწიონ თავის მიზნებს, ბევრი გვინახავს ჩვენი ისტორიის განმავლობაში. რაც ერთი შეხედვით შეუძლებელი ჩანს, საბოლოოდ შესაძლებელი შეიძლება აღმოჩნდეს. სწორედ ეს გამოცდილება გახდა ბრენდისთვის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის მოტივაცია. საკუთარი წარმატების მაგალითით, შთაგონება სტიმული გამხდარიყო ადამიანებისთვის და ახალი სათქმელი ეთქვა. ბრენდის მთავარი სათქმელი არის მთავარია გჯეროდეს, რომლის უკანაც დგას ძალიან დიდი ისტორია და ძალიან ბევრი ნაბიჯი, რომელიც ამ ბრენდმა დროის განმავლობაში მომხმარებელთან ერთად გაიარა. ბევრი სხვადასხვა გზავნილი გვქონია ჩვენი 33 წლიანი ისტორიის მანძილზე, სხვადასხვა თემატურ და კონტექსტს მორგებულ ამბებს უყვებოდით მომხმარებლებს ყოველთვის, თუმცა დღეს გვჯერა შინაგანი რწმენა გვაქვს იმის, რომ ჩვენ უკვე შეგვიძლია მომხმარებლებს მივცეთ იმის თავდაჯერება ჩვენი მაგალითით და ჩვენი განვლილი გზის მაგალითით, რომ მათ ირწმუნონ საკუთარი თავის, ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების და ამაზე დაყრდნობით მიაღწიონ თავიანთ მიზნებს, გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ჯერჯერობით არ გადაუდგიათ, გადალახონ შიში, იყვნენ გამბედავები და შესაბამისად აისრულონ ოცნებები, მიზნები, რომელიც ცხოვრების განმავლობაში მათ აქვთ. ჯეროდა, რომ სითამამემ სწორი გეზი უნდა გვიჩვენოს. ინდივიდების გაბედული გადაწყვეტილებები ქმნიდნენ ხოლმე იმას, რაც შემდეგ მომავალში ისტორიული კანონზომიერებები ხდებოდა. ამ კამპანიის მთავარი გზავნილი არის, რომ ადამიანებს, ინდივიდებს მიუხედავად ყველანაირი დაბრკოლებისა, მიუხედავად იმ გარემო პირობებისა თუ იმ სიტუაციის, რომელშიც ვიმყოფებით, ყოველთვის უნდა გვჯეროდეს ჩვენი თავის და თუ ჩვენი თავის გვჯერა და გვაქვს ჩვენი თვითრწმენა, შეუძლებელი ფაქტიურად არაფერი არ არსებობს და როგორც ბოლოს კლიპში ამბობს, ჩვენი კლიპი ამბობს, არ არსებობს არაფერი, რაც არ გამოვა, როცა ადამიანს საკუთარი თავის ჯერა, იმიტომ რომ ჩვენც ასევე გვჯერა, რომ ადამიანის შესაძლებლობები არის განუსაზღვრელი და ფაქტიურად ულევი არის ის, რისი გაკეთებაც თითოეულ ადამიანს შეუძლია. გამარჯობა, შენ, ვინც არ უნდა იყო, აქ ახლა, სულ შენთანაა. ეს არის გზავნილები, რომლითაც TBC 3 წელზე მეტია ურთიერთობს მომხმარებლებთან, პარტნიორებთან. ამჯერად კი უკვე ბრენდის ახალი მანიფესტია, თავარია გჯეროდეს. და არ არსებობს არაფერი, რაც არ გამოვა. რადგან ამ ამბის დასასრული გამარჯვებაა. რადგან ამ ამბის დასასრულიც დასაწყისია. თავარია გჯეროდეს. ხელოვნური ინტელექტი შენმოქმედებაში. ტექსტი, ვიდეო, ფოტო, აუდიო. ერთი მოდულის ღირებულება მხოლოდ 19 ლარი. ჩვენ შევქმნით AI audience-ერი, ჩვენ შევქმნით AI news-ი, ჩვენ შევქმნით გაიდი ონლაინ მედიის AI IA და ახლა ჩვენ შევქმნით კურსი თქვენთვის. ხელოვნური ინტელექტის შენმოქმედება. ეს ხმაც ჩვენ შევქმნით ხელოვნური ინტელექტით. ეს გამოსახულებაც და ახლა შეგვიძლია გასწავლოთ შენც. ტექსტის, ფოტოს, ვიდეოს, აუდიოს შენმოქმედება. სერტიფიცირებული კურსი ნათია კუპრაშვილთან, ნინა ხელაძესთან და JRC-ის გუნდთან ერთად. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.